რადიო იმედის ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი. საუბრების სექსზე და არა მხოლოდ. აკრძალული ხილი. 16 წლამდე ასაკის მოზარდები ყოველი შემთხვევისათვის მოაცილეთ რადიო მომღერლებს. მოგესალმებით საღამოშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო. ძალიან სასიამოვნოა რომ ყველანი აქ ვართ, ყველანი ვისაც ერთმანეთი გვიყვარს. ბატონი ზურაბი და ჩვენი ხმის რეჟისორი ნინო, რომელიც თავდადებულად გვემსახურება უკვე მესამე წელიწადია. ბატონ ზურაბ, თქვენ დღეს ხართ ცოტა მოღრუბლულ ხასიათზე. რა პირიქით? პირიქით? მე მეგონა რომ დღეს რაღაცა ისეთ მინერული გადაცემა ხო არა? განმავლობაში შუაშორის მოვლენა პროსე მოვლენა რომელსაც 10 წელი ველოდებოდი. რა მოხდა ამისთან? საინტერესო. გამოჯამრთელდა ერთ-ერთი პაციენტი. არა, პაციენტები, ჩემი პაციენტები ყოველ ჯამრთელდებიან და ვიგებ მირეკავენ ყოველთვის. არა, ეს არ არის. უბრალოდ 10 წელი ველოდებოდი ერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას, რომელიც წესით უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ ხდებოდა, არ ხდებოდა. და ბოლოს მოხდა. რა მოხდა ამისთან გითხარ, შეგვატყობინეთ. არ დამიმალოთ? რა მოხდა და ჩემს აგარაკზე, სოფელში უკვე მეცი. გაიყვანეს გაზი. ალილუია. რას ნიშნავს ეს? რომ თქვენ გექნებათ გათბობა და საშუალება გექნებათ იქიაროთ არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთარშიც. ვიაროთ, რატომ მე მგონი თქვენც ნაყოფი ხართ რა. ეოლესთან ერთად. ვიარ ბავშვთან ერთად. ბავშვი დარწმუნებული ეძებდა რომ თქვენ ბრძანდებით ფერმერი. ფერმერი ვარ, აბარა ვარ. ფერმერი ვარ, იმიტომ რომ თუ ჩავთვლით რომ რა ვიცი, ჩვენთან სოფლის მოსახლეობა ისევ გლეხები არიან დახნა, თუ არა? არ ვიცი. მე მეპარება, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში გლეხი სოლდაგრები არ არიან სულსაც. არა. გლეხი ეს ფერმერია, ხო? ინგლისურად გლეხი ფერმერია და ესე იგი მე თუ ფერმერებს შორის ცხოვრობ არა, ესე იგი ფერმერი ვარ, აბარა ვარ. ნუ ახლა ესე შორიდან და ზემოდან თუ დავხედეს კი გლობალურად ფერმერი ბრძანდებით. ხან ფერმერი ვარ, ხან ექიმი ვარ. უბრალოდ მოსავალი არაფრის არ მომყავს. ეს პრინციპული საკითხია? არა, უბრალოდ რა არის, იცით, ხა ფიზიკურადაც ძნელია, მაინც ფერმერის შრომა, ეს მძიმე შრომა, სოფლის მეურნეობა. რატო ვიკითხე მე გლეხი არსებობს თუ არა საქართველოში? ხო, მუშაობა ხო ჩვენთან არ უნდა არავის და უმეტესობას არა. ხო, სოფლის მეურნეობის სამუშაო ყველაზე მძიმეა. ამიტომ ალბათ ენა ვერ მომიტრიალდება, რომ თქვა, რომ აი რატო არ მუშაობენ? უჭირთ რა არ მუშაობენ. ეზარებათ რა. გლეხს უფრო მეტი საფუძველი აქვს, რომ ეზარებოდეს მუშაობა, ხო? იმიტომ რომ მძიმე სამუშაოა, მძიმე. და შედეგი ყოველთვის არ არის, რაც არ უნდა ემუშაოს სოფლად ადამიანმა, ფერმერმა. რაც არ უნდა თავისი ოფლით მორწყას მადლიანი მიწა, ეს მადლიანი მიწა ყოველთვის მოსავალს არ იძლევა. ხან იძლევა და ხან არა, როგორ ხასიათზეა გააჩნია. ამიტომაც ეს მძიმე სამუშაო და ამ მძიმე სამუშაოს ჩატარება ჩემ ასაკში უკვე აღარ შემიძლია. ცოტა პამიდორი და რაღაცები მომყავს სვანილი. ეგეც კაია თქვენი რო გაქვთ რაღაც. გაზაფხულს კი რა თქმა უნდა. მე მგონი გემრიელია რა, ხო გავს ინტერესს. ძალიან კარგი იყო. მივესალმოთ კიდევ ერთხელ ჩვენს რადიო მსმენელს, რომელიც ცოტა დაბნეულია და გონია რომ ჩვენ ესეთი სოფლის მეურნეობაზე ვილაპარაკებთ. მას გონია რომ ჩვენ ჩაგვირთეს მიკროფონი და დაგვავიწყდა რომ ჩართულია. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ რადიო იმედის ყოველკვირეულ პროექტს სახელწოდებით აკრძალული ხილი. არ შეგეშინდეთ, მეგობრებო, პროფილი არ შეგვიცვლია. სოფლის მეურნეობის გადაცემაც საჭიროა აუცილებლად, მაგრამ ჯერ არ მომხდარა. არა, თუმცა ჩვენი გადაცემა ხოლმე ითვალისწინებს, რომ ჩვენ შეგვიძლია საუბარი სექსზე და არა მხოლოდ. და არა მხოლოდ შიდა სოფლის მეურნეობა რა და მე გილოცავთ თქვენ გაზის გაყვანას. მადლობთ, ბედნიერი ვარ. ეს მართლა ძალიან კარგი რამაა. უყურებდი დღეს, მონაწილეობდი აქტიურად. დიდი ბრძოლა მომიწია სვათაშორის. ვისთან გასო? ვისთან? სხვა ფერმერებთან? აბარა, მეზობლებთან. რას გეშვა? ბრიგადა რომ ჩემ ეზოში შესულიყო. ხმერთო ჩემ.
წეწვაგლეჯა იყო მაგაზე, მაგრამ მომეხმარენ მეზობლების მომეხმარენ. მაგრამ მე რა მაინტერესებს, ხებს გქონდათ გაზი, მარტო თქვენ არ გქონდათ? არავის არ ქონდა და ახლა დაიწყეს გაყვანა რა. რაში მდგომარეობდა პრობლემა, რატო შემოუშვეს თქვენ სეზონში? პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ესე იგი ქართველ გლეხსაც, ასევე როგორც ყველა ქართველ ადამიანს მოთმინება არ აქვს. ის ხალხი სულით ცხოვრობს და მე მოცული საავადმყოფობის გამო იჩვიათად ჩავდივარ ამ ბოლო დროს და დღეს სამსახური გავაცდინე, პაციენტები ვერ მივიღე. გამიგეთ ახლა მე ხარ შემიძლია ყოველკვირა რო არ მივიღო პაციენტები რა მოხდება იცით? ძალიან მძიმე რაღაცა. ტელეფონს ამიფეთქებენ. ხო და ამიტომაც ტელეფონს არ გვიფეთქებენ, თუმცა ხაზზე გვყავს მსმენელი. ნუ ძალიან მოგესალმებით საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. თუ შეიძლება კითხვა მათქანთან ეს. რა თქმა უნდა. სექსოლოგიაზე თუ სოფლის მეურნეობაზე? სოფლის მეურნეობა უკვე გავიარე პერიოდი. ეხლა თქვენი პროფილი თუნდა იცით, მინდა ერთი რამე შეიგიხოთ, რა ვიცი, რამდენად ის არის შესაძლებელი, მე პირველად გამოდივარ თქვენთან ეთერში. ეს პირდაპირ უნდა დავსვათ, თქვა ეთერში თუ როგორ იქნება. დიახ, პირდაპირ არ მოგერიდებათ, პირდაპირ ამბობენ ხვებით და თქვენ კონფიდენციალობა დაცული იქნება. კაცებია, იცით რა მაინტერესება და ზრობა ეგეთი რამე არის. აი გამე როცა მძინავს, აი გონება რო გაწიშვილი ამის ხომ და აი ხო ძინავს ადამიანს, არა ისე გაწიშვილია გონება. აი ამ პერიოდში არ აქვს მნიშვნელობა ეს ისეთი იქნება თუ გამე იქნება როცა გაწიშვილი ძინავს. ამ შემთხვევაში ეგეთი რამე არის, მაგდება ეს ასო როგორც ხდება ხოლმე, ხო? საგვარისია ცოტა გონზე მოვიდეს, აი უბრალოდ შევიღვიძოსავე, თქვენში ყველაფერი იკარგება და როგორ ხდება ეს მაინტერესებს. შესანიშნავი რაღაცა არის ესა. ეს არის ტესტი, იცით, სადიაგნოსტიკო ტესტი, ბატონო ჩემო. როდესაც ჩვენ სექსოლოგები ვცდილობთ დავსვათ დიაგნოზი, არა? შევაფასოთ ადამიანის სტატუსი, სექსუალური სტატუსი, ხო, აი რა მდგომარეობაშია ის. მიუხედავად იმისა, რა ასაკი აქვს და უშუალოდ ახალგაზრდა ასაკში შეიძლება დარღვევა იყოს, ხან შესულ ასაკში დარღვევები უფრო ხშირია. აი, როდესაც ადამიანს ძილის დროს აქვს ერექცია, ანუ უმაგრდება სასქესო-ასო, როგორც თქვენ ბრძანეთ, მე ესე გავიგე, მე მგონი სწორად გავიგე. ეს არის მაგას ჩვენ უძახით სპონტანურ ერექციებს, სპონტანური ერექციები. ესე იგი, სპონტანური, ანუ ძილის ერექციების არსებობა ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს ლიბიდო დარღვეული არ აქვს, ანუ სქესობრივი ტოლვა აქვს საკმაოდ კაი დონეზე და მე მგონი ეს საოცნება უნდა იყოს ადამიანისთვის, მით უმეტეს თუ ეს ადამიანი არის ხანში შესული, ხო? სოფლის მეურნეობის სასაკიო გამოვიარეო. ნუ მე ხმითაც მიგვანიშნა რომ ასაკოვანი ეს არის ძალიან კარგი, ეს არის შესანიშნავი, თქვენ უნდა გაგიხარდით ეს. თუ რა თქმა უნდა სხვა არაფერი არ გაწუხებთ რა. ეს წუხილი არ არის, ეს არის სიხარული. როცა არის სპონტანური ერექცია. აღარ აყავს ხაზზე, მაგრამ მე ვიკითხავ თუ შეიძლება. მას კი ერიდებოდა და მე არ მერიდება, ხო ეს თუ აღარაფერს არ მერიდება. და ვაიდა თუ მარტო აი მომენტებში აქვს ერექცია და როდესაც სურვილებს მაშინ არ აქვს. არა, რა არის, იცით, ეს სპონტანური ერექცია არის მაშინ, როდესაც ადამიანის ესე იგი ადამიანი არის ძილის მდგომარეობაში. და ამ დროს როგორც კი მეღვიძებო, იმ წუთასვე მეგარგებო. ნამდვილად ესე უნდა იყოს. და ესე იგი ძილში აქვს და იქნებ ცხადში აღარ. არა. იქნებ მარტო ძილღვიძილში შეუძლია ეს. მე ხო დათქმა გავაკეთე. დათქმა ეს არის, რომ სხვა თუ არ აწუხებს და ხა თუ სქესობრივი აქტის დროს, თუ ძილის ერექციები კარგი აქვს, რა? და სქესობრივი აქტის დროს. ძილის ერექციებიც კარგი. არა, ეს არის მხოლოდ ლტოლვა, ლიბიდო. იმიტომ რომ ლიბიდო, კარგი ლიბიდო არ ნიშნავს რომ ერექცია დარღვეული არ არის. სამწუხაროდ, აი ფსიქოგენური ერექციის დარღვევის დროს, ერექციული დისფუნქციის დროს, ფსიქოგენური წარმოშობისა, ლიბიდო არის შესანიშნავი. ანუ ლტოლვა არის. ლტოლვა არის, მაგრამ ამ ლტოლვის რეალიზაციის დროს პრობლემებია. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ რადიოსმენელს ეს არ აქვს.
გასაგებია. აქ ხომ არ არის საჭირო ჩვენ უკვე გადავიდეთ ნელ-ნელა სოფლიდან, სოფლის მეორე. რა თქმა უნდა, უნდა გადავიდეთ კლინიკურ სექსოლოგიაზე დღეს და ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომელიც ბევრისთვის იქნება მოულოდნელი და მე მიკვირს უბრალოდ ჩვენი ყურადღების მიღმა ვერ ვიტყვი, ახლა ნახსენები კი იყო, მაგრამ აი ესე ღრმად ექსკლუზიური, ასე ვთქვათ, გადაცემა ჩვენ ამ პრობლემისთვის ჯერ არ დაგვითმია. მოდით მაშინ ასე გავაკეთოთ, თქვენ დაასახელეთ ეს პრობლემა, ადამიანებმა გადაწყვიტონ მათ ეს აინტერესებთ თუ ურჩევნიათ რომ წიგნ წაიკითხონ ან ტელევიზორს უყურონ, მე კი გამოვაცხადებ ტელეფონის ნომრებს და SMS ნომერს მათთვის, ვისაც აქვს ჩვენთან შეკითხვები. კი ბატონო, თემა არის ესეთი. სექსუალური დისფუნქციების, ადამიანის სექსუალური დისფუნქციების მკურნალობა ქირურგიული მეთოდებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს ქირურგიული ოპერაცია. კეთილი, მე კი დავასახელებ და მე მინდა ერთი დათქმა გავაკეთო, ახლა ჩვენ რაღაცა დათქმებში ხარ. აბსოლუტურად, ნუ რა სიზავ. აბსოლუტური, ასე ვთქვათ, ჩემპიონი კითხვებისა, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, ეს არის ASOS ზომა, ხო? და ASOS ზომის გაზრდა. დიახ. რატომღაც ჩვენი რადიომსმენელების დიდ უმრავლესობას, რომელიც ძალიან გატაცებული არიან საეჭვო რეკლამებით, მედიაში და პირველ რიგში ინტერნეტში, ეს საეჭვო რეკლამები სხვადასხვა გელების, მალამოების და სხვადასხვა კონსტრუქციების რეკლამით არიან დაკავებულები, რომელიც ASOS ზომაში ზრდიან და ამ დროს ვითომ სინამდვილეში არ ზრდის ეს არანაირად. ASOS ზომის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ოპერაციის გზით. ამიტომაც ამ შემთხვევაში დათქმა იმაში მდგომარეობს, რომ ქირურგიული ოპერაცია ASOS გაზრდა არის ახავს მიზნად, თუ ASO ნორმალურია ზომით. მაგრამ თუ არის მიკროპენისი არა, სიდე ზომის, მაშინ ეს შედის, ეს ითვლება უკვე დარღვევად. და არა მხოლოდ ამაზე ვისაუბრებ, სარეკლამო ჭრის შემდეგ. ნაკლებად ამაზე უფრო სხვა რამეზე ვისაუბრებ. ბევრ რამეზე ვისაუბრებ. დღეს მე უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ SMS-ების გამოგზავნა ნებისმიერი კითხვა ბატონ ზურაბ მარშანიანსთან, ექიმ სექსოლოგთან. შეგიძლიათ გამოგზავნოთ ნომერზე 9177, ნომერი არის ერთიანი ყველა მობილური ოპერატორისთვის. არ ჩამოგეჭრებათ იმაზე მეტი, რამდენიც დააწესა თქვენმა მობილურმა ოპერატორმა. ამიტომაც შეგიძლიათ არაერთი კითხვა დასვათ, უბრალოდ ერთსა და იგივეს ბევრჯერ ნუ გამოგზავნით, იმიტომ რომ მე მაინც რიგითობის მიხედვით ვკითხულობ და არა რაოდენობის მიხედვით. რაც შეეხება ტელეფონის ნომერს, იცით ალბათ უკვე აი რეკავი რადიომსმენელები ყველა მიცის უკვე წლებია, 15 წელიწადი არსებობს რადიო იმედი და ნომრები უცვლელია 2921188 და 2921199. თუ გექნებათ ბატონ ზურაბთან რაიმე ძალიან კონფიდენციალური საუბარი ან ისეთი შეკითხვა, რომელსაც ვერ გააჟღერებთ, მოგერიდებათ, ეს გადავიტანოთ მაშინ გადაცემის დამთავრებისკენ. როცა კი დაგემშვიდობებით, შემდეგ უკვე დარეკეთებ ბატონ ზურაბს გაესაუბრეთ. ან Facebook-ის გვერდზე ძალიან მარტივად მოგძებნით რადიო იმედი აკრძალული ხილი და იქ პირადი მიმოწერის ფანჯარა არის ასეთი და შეგიძლიათ იქ გამოგზავნოთ ჩემს და ბატონ ზურაბის გარდა არავინ კითხულობს იმ მიმოწერას. ასე რომ ესეც კონფიდენციალურია ძალიან. 917778 ნებისმიერი მობილური ქსელიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ SMS-ები. რეკლამა. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. კლავაც ეთერში ვართ, განვაგრძობთ საუბარს და ბატონ ზურაბ. ახლა თქვენ ჯერია. კი ბატონო, მე მინდა მაინც ესე იგი ეს პენისის დაგრძელების მომხრეებს მიმართო, იმიტომ რომ ბევრნი არიან და ახლა იმ ბევრს უნდა პატივისცეთ არა. იცით რა, ნორმალური სიგრძის პენისის დაგრძელება ეს არის გამორიცხული ქირურგიული გზითაც და არაქირურგიული გზითაც რა. ბევრი მირეკავს და როგორ დავიგრძელო და რაღაც. ამიტომაც ამ თემაზე რა თქმა უნდა საუბარი არ იქნება. მაგრამ ყველა დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც არის სექსუალური დისფუნქცია და პირველ რიგში ქირურგიული მეთოდები ყველაზე ხშირად გამოიყენება, რა თქმა უნდა, მამაკაცებში და ეს არის ერექციის დარღვევა, ერექციული დისფუნქცია. აი ამ დროს ქირურგიული მეთოდები განსაკუთრებით პოპულარულია და ძალიან მაღალ ეფექტური სხვათა შორის. და რატო დავიწყე სპეციალურად ერექციული დისფუნქციით? ერექციის დარღვევა ეს არის
მამაკაცებში შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირი პათოლოგია, ხშირი სქესობრივი დარღვევა, რომელიც თითქმის ყველა შემთხვევაში ძალიან ძლიერ მოტივაციას უქმნის მამაკაცს მიმართოს დახმარებისათვის ექიმს. რა თქმა უნდა, სასურველია ამას ყოველთვის ვამბობთ ჩვენ, რომ მიმართოს ექიმს სექსოლოგს პირველ რიგში. რატომღაც აკითხავს ყველაზე ბოლოს მიდის სექსოლოგთან, იწყებს რა ვიცი, ვენეროლოგიით იწყებს, უროლოგიით იწყებს, საერთოდ ზოგიერთ ისეთი ექიმით, რომელიც საერთოდ არ მესმის რა შეხება აქვს სექსოლოგიასთან, მაგრამ აიწყებს მათი და ბოლოს ესე იგი ხვდება სექსოლოგთან. ერექციის დარღვევის მკურნალობა საერთოდ მოიაზრება თანამედროვე სამი ხაზის თერაპიის სახით. და შესაბამისად ქირურგიული მკურნალობა, ანუ ქირურგიული ოპერაცია ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იჭერს აი ამ თერაპიაში. მაგრამ ეს არის იცით როგორი მკურნალობა, როგორი თერაპია, ეს არის მესამე ხაზის, ანუ ბოლო თერაპია. როდესაც პირველი ორი, ასე ვთქვათ, ყველა მეთოდები ქირურგიული ოპერაციის გარდა ერექციის დარღვევის სამკურნალოდ შედეგებს არ იძლევა. მაშინ სადამე როცა ჩვენ ლაპარაკობთ ერექციული დისფუნქციის ქირურგიული ოპერაციით მკურნალობაზე, არა? ჩვენ ხედველობაში გვაქვს მხოლოდ ისეთი მდგომარეობა, როცა ყველა სხვა მეთოდები, ეს იქნება მედიკამენტოზური თერაპია, ეს იქნება ინტრაკავერნოზული ინექციები სასქესო ორგანოში, მამაკაცის სასქესო ორგანოში, პენისში, შედეგს არ იძლევა. ეს რა თქმა უნდა მაშინ ერთადერთი გამოსავალი ბოლო გამოსავალი ეს არის ქირურგიული ოპერაცია. საკმაოდ სერიოზული ოპერაცია, მაგრამ ახლა ეს იმდენად რუტინულია მთელ მსოფლიოში, რომ ვერ ითქმის, რომ ეს არის რაღაც განსაკუთრებული. ძალიან ბევრი მეგობრები მყავს საზღვარგარეთ, რომლებიც აი ამ პრობლემაზე მუშაობენ. ეგრეთ წოდებული ქირურგი, სექსოლოგები, ეს საინტერესო პროფესიაა ძალიან. და ეს არის ძალიან ეფექტური ოპერაცია, იმდენად ეფექტური, რომ პრაქტიკულად თუ რამე გართულება არ მოხდა, როგორც ვიცით, ყველა ოპერაცია გართულების რისკის შემცველია. არ შეიძლება იმის თქმა, რომ გაკეთდება ოპერაცია და 100%-ში ყველაფერი კარგად იქნება, ესე არ ხდება ბუნებაში, არის რაღაცა პროცენტი გართულებისა, მით უმეტეს როცა სასქესო ორგანოზე ხდება ოპერაციული ჩარევა, მით უმეტეს თუ არის რაღაცა თანხლები და ავადებები, რომელიც საუბედუროდ თითქმის უმრავლეს შემთხვევებში არის, ყოველთვის არის რისკი, მაგრამ თუ გართულება არ განვითარდა, ეს ოპერაცია ძალიან ეფექტურია და მამაკაცი, რომელსაც არ ჰქონდა ერექცია, აქ საშუალება ჰქონდეს სრულფასოვანი ერექცია. რა თქმა უნდა, აქაც უნდა დღეს დათქმების დღეა, ხო? დათქმა უნდა გავაკეთო რა. მას უნდა ჰქონდეს ლიბიდო შენარჩუნებული და გარდა ლიბიდოსი, ლიბიდოსთან არის დაკავშირებული სექსი უნდა უნდოდეს რა. იმიტომ რომ შეიძლება მამაკაცს ჰქონდეს ბრწყინვალე ერექცია, მაგრამ სექსი არ უნდოდეს რა. ესეც არის. ხო და აი თუ ესეთი შემთხვევა არის, ამ დროს არის ნაჩვენები, გაიდლაინებით არის განსაზღვრული, ასე ვთქვათ, ჩვენებები ამ ოპერაციისა, მეთოდიკა კარგად არის დამუშავებული და ამის ყველაფერის წყალობით თვითონ, ასე ვთქვათ, ის დანადგარებიც, რომელიც გამოიყენება ამ ოპერაციის დროს, ძალიან მაღალი ხარისხის არის და შესაბამისად ეს იძლევა საშუალებას, რომ მიღწეული იქნეს ძალიან კარგი შედეგი. შედეგი, რომელიც ყველა სხვა მეთოდებით, კონსერვატიული მეთოდები და არა მხოლოდ კონსერვატიული, ახლა ინექციები სასქესო ორგანოში არც თუ ისე კონსერვატიული მეთოდია რა. გარკვეულწილად ესეც შეიძლება ქირურგიულ ჩარევად გამიხილოთ. ქირურგიული ინტერვენციად, მაგრამ ეს არ არის ქირურგიული, ასე ვთქვათ, ოპერაცია, ხო? ბოლო შემთხვევაში არ არის მძიმე პროცედურა. და ეს ოპერაცია, რომელიც კეთდება, აი ეს მესამე ხაზის თერაპია ერექციის დარღვევის დროს, ეს საკმაოდ სერიოზული ჩარევა. ამ ოპერაციას სახელად ქვია ფალოენდოპროტეზირება. ფალო ვიცი, პროტეზირება ვიცი. ენდო არის შიდა. გვენდეთ. შიდა. სანდო. ფალოენდო. ესე იგი ფალოსის შიდა პროტეზირება.
ძალიან კარგი ის საერთოდ ლათინური ენა როგორი კეთილხმოვანია ხო ვიცით რა როდესაც მედიცინას შეეხება კი არა მარტო ყველაფერს როცა შეეხება რა აი მე მაგ ესეთი შესანიშნავი წიგნი რომელიც აი ლათინური გამოთქმების კრებულია ბრწყინვალე რა და სახელწოდება წიგნის არის ნუ აბსოლუტურად გენიალური რა ესე იგი სამარადისო სიბრძნეები სამარადისო ლათინურზე ესე იგი ლათინური გამოთქმები რა ფრთიანი ფრაზები ლათინური ყოველთვის კეთილხმიანია და აი ეს ძალიან ინფორმატიულია თვითონ ეს ტერმინიც ფალოენდოპროტეზი რატო ენდო რატო შიდა პროტესთან გვაქვს საქმე პროტეზი მაგრამ ენდოპროტეზი იცით პროტეზი სხვანაირიც არის ცოტა რა ეს ფლად პროტეზირება არ არის მაგრამ აი ჩემი ახალგაზრდობის დროს საკმაოდ ფართოდ ვიყენებდი ჩვენ ისეთ მეთოდს როგორც იყო ერექტორებით მკურნალობა ერექტოთერაპია ესეც ერექტორი რა იყო რა ეს იყო მავთულის ნუ ესეთი ძრილი მაგრამ საკმაოდ მაგარი მავთულისაგან შეკრული კონსტრუქცია რომლითაც მამაკაცი ესე იგი აღწევდა ხელოვნურ ერექციას ნუ ხელოვნურ ერექციას როგორ რა ეს ბანდაჟივით იყო რაღაცნაირად რა როგორც თაბაშირში ისეთებდა დაახლოებით თაბაშირში არა არტაშანში მაგრამ ეს არტაშანი იყო ერთობ ესეთი ნუ ისეთი რომ მოხერხებული ხელი რო გვინახავს გადახვეული დაახლოებით ეგ არის აი ეს ერექტორები ახლა არ გამოიყენება რა თქმა უნდა მაგრამ ეს ერექტოთერაპია საკმაოდ კარგი მეთოდი იყო რა მეც გამომიყენები ახლა პრაქტიკულად აღარ გამოიყენება ამას წინათ აღმოვაჩინე ჩემს ასე ვთქვათ ძველ ნივთებში ერთი ერექტორი გამახსენდა ახალგაზრდობა უცბად დავბრუნდი ესე იგი სადღაც 40 წლით უკან რა ბედნიერი ვიყავით ეხლა ძალიან ძველებურად გამოიყურება აი ხა გაგეცინათ რო იპოვეთ რა თქმა უნდა გამეცინა იმდანაც წინ ვართ წასულები წინ ვართ საოცრად წასული და წარმოდგენაც კი ძნელია აი რამდენად წინ წავალთ უფრო მომავალში სხვათა შორის მე ვარ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი და აკადემიის თხოვნით ერთ-ერთ კონფერენციაზე მე გავაკეთე ძალიან საინტერესოა მიყვარს ეს მოხსენება ნანოტექნოლოგიები კლინიკურ სექსოლოგიაში და ამ ნანოტექნოლოგიებს ხო ფანტასტიკური მომავალი აქვს კლინიკურ სექსოლოგიაში აი ზუსტად იმ თვალსაზრისით რომ ეს ნანოტექნოლოგიები მალე ჩაანაცვლებს აი ფალოენდოპროტეზირებას მალე როგორ ახლა ჩვენ არ ვიცით როდის მაგრამ იმედია ეს მალე იქნება ხო ჩაანაცვლებს აი ამ ასე ვთქვათ საკმაოდ ტრავმატიულ ოპერაციას მაგრამ დღეს ქებადიდებას რო უძუნით რა და შეიძლება გავიდეს ალბათ მე იმედი მაქვს გაცილებით ნაკლები ვიდრე 30-40 წელი და უკვე რო გავიხსენებთ ფალოენდოპროტეზირებას გაგვეცინება თუ ცოცხალი ვიქნებით მე მინდოდა თქვენთან ამაზე ეთერს მიღმა საუბარი მაგრამ რახან სიტყვა მოიტანა ბარემ აქვე ვიტყვი ამას წინათ საოცარ გადაცემას წავაწყდი ერთი ახალგაზრდა მეცნიერი გვიმტკიცებდა ტელემაყურებლებს რომ მალე რამდენიმე წლის შემდეგ ჩვეულებრივ სექს ჩაანაცვლებს ვირტუალური სექსი და ეს იქნება ძალიან ჩვეულებრივი საერთოდ ადამიანებს აღარ მოუნდებათ ერთ ლოგინში წოლა ერთმანეთთან შეხება და საერთოდ სექსი იქნება მხოლოდ ვირტუალური ასე არისო კინემატოგრაფი რომ მოიგონეს თეატრის რა მორჩა მხოლოდ კინო ტელევიზია რომ მოიგონეს თეატრის მოკვდა და ესეც მოკლეს ხო ვითომ თეატრის მოკლეს და მოკლეს კინემატოგრაფიც რომელი მოკვდა ხო მე უბრალოდ მინდა რომ ჩვენ ერთი გადაცემა ამას მივუძღვნათ იმიტომ რომ მე მგონი შევძლებ და კიდევ ბევრ მასალას მოვიძებ იმდენად ეთყობა უკვე ეს ამოწეული თემა მაინტერესებს ჩვენ რადიო მსმენელებიც მე როგორ ჩაგვერთვებიან და ისინი რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით და სხვათა შორის მოყავდა
ბევრი არგუმენტი ქონდა მას, მაგრამ ერთ-ერთი მისი არგუმენტი იყო თუნდაც ის, რომ აი ახალგაზრდები ძალიან არიან ინტერნეტ სექსით დაკავებულები. ეს ეგრეთ წოდებული ვირტუალური სექსით. მათ აღარ სჭირდებათ ეს გაწითლება კაფეში ჯდომისას. მას არ სჭირდება რომ აი რაზედაც თქვენ საუბრობდით, რომ ერთი ის კონა აჩუქე კაცო და რაღაცა ის. აი ეს ყველაფერი აღარ არის საჭირო. ეს ყველაფერი ხო პირობითობებში გადავაო. აღარ იქნება საჭირო კაფეში დაბადიჟება, აღარ იქნება მოხიბლვა საჭირო და ასე შემდეგ. უბრალოდ დააჭერს ღილაკს, ერთი პარტნიორი აქეთ ეკრანის აქეთ მხარეს იქნება, მეორე ეკრანის იქით მხარეს და მათ იქნებათ სექსი. და გამრავლებისთვის, რაც მთავარია, როდესაც დაისვა კითხვა და გამრავლებას აღარ აპირებენო ადამიანები. გამრავლებისთვის ხო, ეხლა ვიცით, ინვიტრო განაყოფიერება არსებობს და სექსი სულაც არ არის ამისთვის საჭირო. კრება დარჩა ბედნიერი. არ გველოდება. კრება დარჩა ბედნიერი, ხო? მე დავჭი გაღიმებული სხვათა შორის. ტელევიზორთან, იმიტომ რომ ძალიან დამაფიქრა, ნუ თუ ჩემ შულს ესეთი მომავალი ელოდება. არა, უბრალოდ რა არის, იცით, ახლა მე ვფიქრობ, რომ ასე დროს ერთი ძალიან ლოგიკური კითხვა იბადება, გვინდა ეგეთი მომავალი? ხო, გვინდა თუ არ გვინდა, აი მანაც ეს თქვა, ჩვენ გვინდა თუ ჩვენ არ გვინდა, ჩვენ ამ ეპოქაში შევდივართო. ძალიან ეჭვმეპარება. იმიტომ რომ არის რაღაც მარადიული ფასეულობები, რომელიც დარჩება მუდმივად, რაც არ უნდა ტექნოლოგიები განვითარდნენ, მათ შორის ნანოტექნოლოგიების. რო დაუბრუნდე ისევ ფალოენ და პროთეზირებას, რა თქმა უნდა, აუცილებელია გაიშიფროს და ჩვენი რადიომსმენელების და არა მარტო რადიომსმენელების მე ვფიქრობ, რომ საექიმო საზოგადოების კარგ მნიშვნელოვან ნაწილსაც ნაკლებად აქვს წარმოდგენა ამ ქირურგიულ ჩარევაზე, რა ხდება ამის დროს, როგორ არის. ნუ მე უბრალოდ ხანდახან რომ მაქვს ხოლმე საუბარი ჩემ კოლეგებთან, გაკვირვებულ სახეებს უყურებ მათსას. ახლა არ არის სავალდებულო ახლა ესეთი დეტალები იცოდეს ყველა, მათ შორის ექიმმაც კლინიკურ სექსოლოგიაში, მით უმეტეს თუ სხვა სპეციალობისა, მაგრამ ასეა თუ ისე ადამიანს, რომელსაც აქვს ეს პრობლემა, ხო, ერექციის დარღვევა, რომელიც წარუმატებლად მკურნალობს წლების განმავლობაში კონსერვატიული საშუალებებით, ნუ ახლა სხვა საქმეა, როგორ მკურნალობს, ვისთან მკურნალობს, ამასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არის თუ არა ამოწურული ყველა სხვა საშუალებები, იცით? აი ძალიან ხშირად მე ზოგჯერ კოლეგებთანაც მაქვს ხოლმე დისკუსია ამის თაობაზე, რამდენად არის ამოწურული ყველა სხვა კონსერვატიული საშუალებები, რომ ჩვენ გადავიდეთ ქირურგიაზე. ეს სადაო საკითხია. და ინდივიდუალურად ხდება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ხო დაშვებას ვაკეთებთ უკვე, ხო? დაშვება არის ისეთი, რომ ამოწურულია ყველა. და ამ დროს როდესაც გადარჩეულია უკვე ეს პიროვნება, არსებობს კონტინგენტი, რომელსაც ნაჩვენებია ეს ოპერაცია, ხო? კეთდება ოპერაცია, რა თქმა უნდა, სპეციალიზირებულ კლინიკაში, სადაც ამის საშუალება არის. ეხლა მე უწოდე მათ ამ ქირურგებს, უწოდე ქირურგი სექსოლოგები. მაგრამ ახლა რეალურად ისინი უროლოგები არიან, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სასქესო ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა ეს უროლოგიის კომპეტენციაა. მათ შორის სექსუალური დისფუნქციების მკურნალობის კონტექსტშიც და ეს კეთდება სპეციალურ კლინიკაში, რა თქმა უნდა, მაღალკვალიფიციური ქირურგების მიერ კეთდება. მომზადდეს უნდა ადამიანი, რათა მინიმიზირებული იყოს ყველა შესაძლო გართულება და შესაბამისად კომპენსირებული იყოს რამე მძიმე ქრონიკული დაავადებაც, ნუ დიაბეტი იქნება თუ სხვა გულსის ძაღლთა დაავადებები და ასე შემდეგ, რომ ეს ჩარევა იყოს უსაფრთხო პაციენტისთვის. რას გულისხმობს ეს ოპერაცია? ეს ოპერაცია გულისხმობს ჰიდრავლიკური, რას ნიშნავს ჰიდრავლიკური, ხო? ჰიდრო, ხო? წყალი. ჰიდრავლიკური პროტეზის ჩანერგვას მამაკაცის სასქესო ორგანოში. ეს ჰიდრავლიკური პროტეზი არის საკმაოდ რთული კონსტრუქცია, მაგრამ არც თუ ისე დიდი, საკმაოდ ისეთი კომპაქტური, ძალიან ელასტიური, ძალიან მტკიცე. ასეთი გამოგონებებისთვის ადამიანები ნობელის პრემიას არ იღებენ. როგორ არ იღებენ? ეს ხო საოცარი რამ არის, ხა თქვენ რასაც ყვებით? რა თქმა უნდა. ეს არის საოცარი. რა თქმა უნდა, მაგრამ აქ მედიცინამ საკმაოდ ბევრი იარა იმისათვის, რომ აი ამ მიღწევამდე მისულიყო. ეხლა ეს ერთ-ერთი ფრაგმენტია მხოლოდ, მაგრამ ახლა რო ავიღოთ მაგათად გულის ქირურგია, კარდიოქირურგია,
რა ფანტასტიკური შედეგებია და სხვა ასე თქვა სფერო რო ავიღოთ უამრავი მაგრამ კონკრეტულად ამასო დაუბრუნდეთ არა აი ეს პროტეზი არის ძალიან რო იტყვიან ტექნოლოგიური შედევრს წარმოადგენს გარკვეულად ძალიან ძვირი თვითონ ეს ჩარევა ახლა ძალიან როგორ ახლა მე მყავს უნგრეთში ერთი მეგობარი ძალიან ახლო მეგობარი შესანიშნავი პიროვნება რომელიც აკეთებს ამ ოპერაციებს და იუმორის გზნობა ახამკაც რა და ერთხელ ერთ პაციენტთან ლაპარაკობდით რომ ფასზე იყო ლაპარაკი ამ ჩარევისა საკმაოდ ძვირია თვითონ ეს პროტეზი 10-15,000 ევრო ღირს და თვითონ ოპერაციაც ხო მოკლედ სადღაც 25 წელს დაახლოებით ხო და როცა აი ძვირიაო ექიმო და კი მაგრამო ნახმარი BMW უფრო მნიშვნელოვანიაო შენთვისო 1-2-3 წლის BMW ან X5-იო თუ Lexus-იო ეგრე არ ღირს ნუ დაახლოებით ესეა რა რამოდენიმე წელს ეს იგი second hand-ია ლაპარაკი ეგ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სრულფასოვანი მამაკაცობა 100%-იანი ერექცია და ეხლა რა არის პრინციპი ამ ოპერაციის ეს დანადგარი როცა ჩაინერგება მამაკაცის სასქესო ორგანოში ხო ეს ჰიდრავლიკა ანუ წყალის მიმოქცევა ეს აი ამ კონსტრუქციაში ისე იდეალურად არის ასე ვთქვათ კონსტრუირებული რომ მამაკაც შეუძლია ხელით არეგულიროს ერექციის დადგომა და აჭერს ხელს კნოპკაზე ეხლა რო ყოფილიყო ტელევიზია რა ამ ტელევიზიაში ამ კნოპკას მოვიტანდი მე მაქვს სხვათა შორის სუვენირის სახით აი ბრელოკის სახით მაჩუქეს რა ერთ-ერთ კონგრესზე და ვინახავ იმას და ვაჩვენებ ხოლმე პაციენტებს კოლეგებს და ძალიან კარგ ხასიათზე დგებიან პატარა ზომის არის ეს კნოპკა რომელიც მდებარეობს სათესლე პარკში სათესლე ჯირკვლის მახლობლად და ესე იგი რომ მიაღწიოს მამაკაცმა ერექციას ხო საკმარისია მხოლოდ ჯიბეში ჩაიყოს ხელი ჯიბეში რა ან შორტების ან ტრუსების ჯიბეში ან შარვლის ჯიბეში იპოვოს სათესლე ჯირკვალი და ის კნოპკა დააჭიროს ხელი ერექცია არის იდეალური ერთი ანეკდოტი გამოხდა ყველა იცის რეკლამო ჭრაზე ბაჭურის ექიმების იცინია რეკლამო ჭრაზე რო გამოვიხო კი ბატონო მაგრამ მე უნდა დავასრულო კი მაგრამ ბევრს უკითხავს რო ერექცია მე მოდუნება როდის დეტუმესცენცია როდის მოდუნება იგივე მეთოდით ხო იმავე კნოპკაზე დააჭირა და დავარდება ბეჯებზე კი ბატონო 1000 ჯერ შეუძლია გაიმეოროს ეს ოპერაცია გიდრავლიკური პროტეზი მუშაობს წინვალედ არ არსებობს მან ნუ თბილისში რო იწოდენ ადრე იაღლიში გამორიცხულია მუშაობს და მუშაობს ბატონო ზურაბ ერთი წუთი გვჭირდება არ მგონია რომ კიდე ბევრი რამე მოვასწროთ ქირურგიული ჩარევა დარწმუნებული ვარ რომ არა მხოლოდ ამ შემთხვევაში ეს მესამე ხაზის თერაპია არა მხოლოდ ასეთ შემთხვევებში გამოიყენება ალბათ სხვა მაგალითებიც კიდევ რომ მოგეყვანოთ უფრო ასე ვთქვათ გამოკვეთილი მაგალითია კაშკაშა აი ეს არის რა ერექციული დისფუნქციის მკურნალობა თან 100%-იანი შედეგიანია რა მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს რადიო მსმენელებს რომ გადაცემა გაყოფილია ორ ნაწილად პირველ ნაწილში ბატონ ზურაბი საუბრობს ჩვენს მიერ შერჩეულ თემაზე გადაცემის მეორე ნახევარში კი გავცემთ პასუხს ყველა თქვენ შეკითხვას თუ კომენტარს. აქ მიგზავნიან არ ვიცი ქალბატონები, ბატონები, მე ვკითხულობ ამ SMS-ებს, რა თქმა უნდა და ერთ-ერთი რადიო მსმენელი გვწერს რომ ბოლო მესიჯი იყო წინა გადაცემაშიო, ხმამაღლა წაიკითხეთო, ჩემი მესიჯიო და მე სამწუხაროდ წვდომა არ მაქვს წინა გადაცემის მესიჯებზე და გთხოვთ მაშინ კიდევ ერთხელ გამოაგზავნოთ. უბრალოდ რადიო მსმენელს რომლის ტელეფონის ნომერი მთავრდება ბოლო 2 ციფრის ვიტყვი 06-ით და არის მაგთი.
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ყველა მობილური ოპერატორისთვის 9178 ეს არის SMS ნომერი. კიდევ გაქვთ საშუალება რომ გამოაგზავნოთ SMS-ები მთელი გადაცემის განმავლობაში და კიდევ ერთი საათი გვაქვს ურთიერთობისთვის გამოყოფილი და ბატონი ზურაბი რიგითობის და მიხედვით ყველა თქვენს შეკითხვას უპასუხებს. ეს შეიძლება არ იყოს შეკითხვა, ეს შეიძლება იყოს თქვენი მოსაზრება. ეს შეიძლება იყოს თქვენი წუხილი თუ რა ვიცი, გნებავთ ანეკდოტი გამოაგზავნოთ, შეზღუდვა არ გაქვთ. რამე თუ გადაცემა ეხება სექსს და არა მხოლოდ. დროებით გემშვიდობებით, პატარა სარეკლამო ჭრა გვაქვს და შემდეგ ვბრუნდებით. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. ლავეთერში ვართ კიდევ ერთხელ საღამო მშვიდობის თუ ახლახანს ჩართა თქვენი რადიო მიმღებები და შემთხვევით მომართეთ ტალღაზე 105.9 გეტყვით რომ მოსმენთ რადიო იმედის ყოველკვირეულ გადაცემას სახელწოდებით აკრძალული ხილი. ჩვენ მისი წამყვანები გახლავართ, მე გახლავართ დაფნა და ჩემი მეწყვილე გახლავთ საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, ექიმი სექსოლოგი პროფესორი ბატონი ზურაბ მარშანია. გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე სწორედ ის დრო, როდესაც უნდა ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს და მე ამას სიამოვნებით გავაკეთებ. მე არ ვუპასუხებ, მე მათ წავიკითხავ, ბატონი ზურაბი კი უპასუხებს. პირველი შევახსენოთ რადიო მსმენელებს რომ ჩვენთან დაკავშირება SMS-ის გამოგზავნა და კითხვის დასმა შეიძლება ნომერზე 9177 9177 ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან ერთიანი SMS ნომერი გახლავთ. SMS-ებს ვკითხულობთ რიგითობის მიხედვით, ამიტომაც შეგიძლიათ 7-ჯერ და 10-ჯერ ერთი და იგივე კითხვა არ გამოაგზავნოთ. მაშ ასე ვიწყებთ. მოგესალმებით, მაინტერესებს სპერმოგრამი თუ შეიძლება დადგინდეს სათესლე ჯირკვების, პროსტატის ან სხვა რაიმე დაავადება. რა თქმა უნდა შეიძლება. სრული სახელი ამ ტესტისა, ამ ანალიზისა არის სპერმომორფოციტოგრამა. ეს თვითონ სახელი ეს რთული კრებითი მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან ბევრი ნიუანსი, საკმაოდ რთული მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციისა, რაც ჩამოთვალა ეს ზუსტად მაგაში შედის, შეიძლება ამ ანალიზით დადგინდეს. მაგრამ არა მარტო, რა თქმა უნდა. სპერმოგრამა კარგია, მაგრამ არა მარტო. ჩვენ გადაცემაც ესე არ არის, სექსზე და არა მხოლოდ. შემდეგ შეკითხვა, შეიძლება თუ არა მამაკაცის მასტიმულირებელმა პრეპარატმა შეჩვევა გამოიწვიოს და შედეგი აღარ მოგწესო? რა თქმა უნდა, არა. საერთოდ შეჩვევა, ანუ დამოკიდებულება პრეპარატზე, პათოლოგიური დამოკიდებულება სამწუხაროდ ძალიან ხშირია. ჩემთვის და ყველა ექიმისთვის ძალიან სამწუხარო და პაციენტისთვის ძალიან სამწუხარო, ბევრ პრეპარატს გააჩნია ექთვისება, საკმაოდ ბევრს, მაგრამ ყველას არ არა. ძირითადად ეს არის ფსიქოტროპული პრეპარატების, ასე ვთქვათ, გვერდითი მოვლენა, საკმაოდ არასასიამოვნო. აი მაგალითად ისეთი შესანიშნავი ჯგუფისა, როგორიც არის ბენზოდიაზეპინები. ყველაზე ცნობილი პრეპარატი ამ ჯგუფისა, ერთ-ერთი ესეთი ბევრია რა, ახლა, მაგრამ ბრენდი ვერ ვიტყვით ბრენდი. მაგრამ ბევრი არის რა და ამიტომაც ესე იგი აი ბენზოდიაზეპინების ჯგუფს გააჩნია ეს. და ასევე ბევრ სხვა ჯგუფს კიდევ. და ამიტომაც არის ნორმის შეზღუდული და ლიმიტირებული მათი გამოწერა ფსიქოტროპულ აპთეკებში და შემდეგ. ეფროდიზიაკები, ანუ მასტიმულირებელი პრეპარატების შეჩვევას ვერ გამოიწვევს ვერანაირად რა. იმიტომ რომ ამ დამოკიდებულების მექანიზმი, დამოკიდებულების მექანიზმი არის მკვეთრად განსაზღვრული ორგანიზმში. არა, მე მგონი აქ მასტიმულირებელში აფროდიზიაკი არ მეკითხები, როგორ არა? აბარასთან რა ამბობს? ნუ მაგალითად ვიაგრა ალბათ. არა, სექსუალური დისფუნქციის სამკურნალო თქვა, ამგზნების საშუალება თქვა და ეს აფროდიზიაკი. მასტიმულირებელი აგზნება, ეს აფროდიზიაკი. ეს თქვენი გაგებით და მე გეუბნებით ალბათ რადიო სილდენაფილ ციტრატი არ არის, სილდენაფილ ციტრატი ვიაგრას უძახიან, სილდენაფილ ციტრატი ეს არ არის ამგზნები. შედეგი აღარ მოგწესო. ადამიანი ესე აღიქვამს ამ ყველაფერს. პრეპარატი იცით რაშია საქმე? ამ შემთხვევაში ამგზნებზე მეკითხება, ესე იგი, უნდა დავაზუსტოთ რაზეა ლაპარაკი. თუ აქ სილდენაფილზე, მაგ ჯგუფზე, ვიაგრა. ფოსფოდიაზ შეჩვევას არა.
არა წერტილი და ხო გადავიდეთ სხვაზე მაგრამ ეფექტურობა არა აქვს რომ შეიძლება თუ არასწორად არის გამოყენება შედეგს არ მოგცემს როდესაც ექიმმა არ იცის ამ პრეპარატის გამოყენება სამწუხაროდ ხშირია რა მაგალითად ესე იგი ამ პრეპარატის გამოყენებას თუ სილდენაფილ ციტრატს დალევს პაციენტი არა 2 საათი ნაჭამი არ უნდა იყოს ეს ბევრმა ექიმმა არ იცის და კიდე სხვა ნიუანსებიც არის არ არის მარტივი ეგა ქალბატონ დაფნა ბატონო ზურაბ მოხარული ვიქნები თუ ოდესმე თქვენი პირადად გაცნობის შესაძლებლობა მომეცემაო პატივისცემით დათო გორიდან ნუ რა უნდა ეხა ჩვენს გაცნობას კაცო ერთი სუფრა გაშალით დაგვირეკეთ და გორში ჩასვლას რაღა არა ჩვენ რეგიონების ზიარული დავიწყოთ დაფნა რა სუფრიდან სუფრაზე სუფრაზე ეხლა მე სუფრა არა რა თქმა უნდა მაგრამ აი შეხვედრები დაინტერესებულ აუდიტორიასთან რადიოსმენელებთან მათ შორის ძალიან კარგი იქნება მაინტერესებსო ჩვენი სავარაუდოდ ქალბატონი გვწერს ჩვენ ჩემს 2 წლის ვარსო აქვს ლაგამი და უკვე შეიძლებაო დადგინდეს მოკლე აქ თუ გრძელიო ლაგამიო ნუ ეხლა ეს არ არის ისეთი მდგომარეობა რომ აი სასტრაფოდ ახლა მოკიდოს ხელი ბავშვთა უროლოგმა და წაიყვანოს საოპერაციოში ცოტა ხანი ვაცალოთ ჯობია რა მithumetes როცა ლაპარაკი არის მოკლე ლაგამზე ფიმოზეც ესე აკეთებენ აცლიან ხოლმე და ოპერაცია ყოველთვის მოესწრება. წინა გადაცემაში ტინგიცები უწოდეს ასაკოვანებსო, ვისაც ლტოლვა აქვს და მინდა ვუთხრაო ბედნიერების უფლება აქვს ყველას. ვეთანხმები ხელს ვაწერ, ესე იგი ულაპარაკოთ რა. მიკროპენისი დაახლოებით რამდენი სანტიმეტრით განისაზღვრებაო? მიკროპენისი ითვლება 7-8 სანტიმეტრზე ნაკლები. სექსის ხარისხთან პენისის სიგრძეს რაიმე ურთიერთობა თუ აქვს? არავით არის თუ არ არის მიკროპენისი, არანაირი აბსოლუტურად. კარგი იქნებოდა დიეტოლოგის გადაცემაც გაგეკეთებინა თუ რადიოში შეკითხვებს დავსვამდი თუ მე თვითონ საბუსვამდი სიამოვნები. ნუ იცით რა საკმაოდ ლოგიკური წინადადება რა. დაუშვათ აი ყვება და სექსზე ჩვენ მქონდა გადაცემა. არაერთი. მაგრამ აი დიეტოთერაპია სექსუალური დისფუნქციების მკურნალობაში. რატომაც არა? გახსოვთ წინა გადაცემაში რომ დასვეს შეკითხვა ძალიან მსუქანი კაცი და ძალიან მაღალი და მსუქანი ქალბატონი ნეტა სექსით როგორ გავდებიან? დიეტოთერაპიის ადგილი და მნიშვნელობა. სექსუალური დისფუნქციების მამაკაცის და ქალის სექსუალური დისფუნქციების მკურნალობაში. ეს გადაცემა კი არა სადოქტორო დისერტაციის თემაა რაც. მოვწიოთ. რამდენიმე. არა დიეტოლოგის მოწვევაც არ არის ახლა ამ დროს აუცილებელი. აქ უბრალოდ არის მკურნალობის მეთოდი და მისი მკურნალობის ადგილი კლინიკურ სექსოლოგიაში რა და ამას დიეტოლოგის გარეშე გავარკვევთ როგორ. საღამომშვიდობის რამხელა უნდა იყოს პენისის სიგრძე მანდილოსანი რომ დაგმაყოფილდესო ახლა იყო კითხვა რა ხო ნუ ამას იმეორებენ ყოველ გადაცემაში 1000 ჯერ მაინტერესებს შეიძლება თუ არა 10 წლის და 13 წლის ბავშვებს შორის სექსი დამყარდესო 13 წლის ბიჭია დააკარგვინებდა გოგონას ქალიშვილობასო 10 წლის გოგოსო როგორ არა ძალიან მშვენივრად მithumetes აქსელერაცია ეხლა და ადრე მწიფდებიან და ყველაფერი მაგრამ ახლა თავისთავად რომ ეს კარგი არ არის ეხლა ხორჯერული 4 არა იგივე ადამიანი სვამს კითხვას ცოტა უცნაურად თუ უბრალოდ ბავშვური თამაშით არის შესაძლებელი გენიტალიების ერთმანეთთან მიდებაო შესაძლებელი ყველაფერი არის მაგრამ თუ მოუნდათ გენიტალიების მიდება მიადებენ კითხვა რაში მდგომარეობს სხვა რაღაცა არის იცით ახლა აქ კატეგორიების აღრევა ხდება ერთი არის სექსუალური ელფერის თამაშები, რომელიც ხშირია 12. ამასაკში? ამასაკში და უფრო ხშირად ადრე სხვათაშორის. ძალიან ადრეულ ასაკშიც არის ხოლმე სექსუალური ელფერის თამაშები ბავშვებს შორის. ეგ ერთია და ახლა სექსი მეორე არა. ნუ ყოველ შემთხვევაში 13 წლის ბიჭუნა დააკარგინებდა ქალიშვილობას 10 წლის გოგონას. სავსებით შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტი მოხდეს მაგასაკში და სავსებით შესაძლებელია. ასოს დამოკლების ოპერაცია თუ კეთდება საქართველოშიო? აი მე ვერთა ჩემო 3 წელიწადი მიმყავს ეს გადაცემა ჯერ არ არის მოუმართას. არ გამიგონია რა მართალი გითხრათ რა.
არ გამიგონია, მაგრამ საერთოდ ყველა ეს ჩარევები ეს არის ქირურგი უროლოგების კომპეტენცია და ამიტომ ჯობია რომ მათ შევეკითხოთ ამის თაობაზე. რისი ბრალი შეიძლება იყოსო, რომ შემცივდებაო, მაშინო მიმაგრდებაო პენისიო? იცით რა, ნებისმიერი თერმული იქნება, კლიმატური იქნება, თუ ფიზიკური ზემოქმედება შეიძლება გახდეს ერექციის მაპროვოცირებელი ფაქტორი რა და ეხლა რა არის იცით ეს არაფერი შემაშფოთებელი ამაში არ არის ეს ფიზიოლოგიურია ცოტა გაუმართავია ეს წინადადება მაგრამ მე ვიცი რომ მუნჯისენა დედამიწის დიდოსტატი ხარ მაგრამ აქ ერთი მძიმე უკვე შეცვლიდა ყველაფერს მაგრამ არც წერტილია და არც მძიმე მოგესალმებითო საინტერესოა თქვენი რჩევები არა აქ მძიმე დასვა როცა მამაკაც ასო არ მყარდება ქალში ბოლომდე ვერ ახსევს მხოლოდ გარეგანად რაკნას ამ მამაკაცმა იცით რა ეს ესეთი საკმაოდ ესეთი გაუგებარი კითხვა იმიტომ რომ აქ მე ერთი ეჭვი მაქვს რა ამ ქალს ვაგინიზმი ხო არა აი ეს ეჭვი მაქვს რა მართალია იმიტომ რომ საქმე რაშია იცით რა მიქმნის ამ ეჭვის შთაბეჭდილებას ჯერ დავიწყოთ იქიდან რამ გაფიქრებინეთ რომ ეს არის ქალის SMS და რა მამაკაცის უფრო ქალი მგონია ეხლა საქმე რაშია იცით დარბილებული ასო სავსებით შესაძლებელია რომ შედიოდეს საშოში საშო არანაირი ასე ვთქვათ მექანიზმები მას რაღაცა ეს რომელიც წინააღმდეგობას უწევს პენისის შესვლას არ არსებობს პირიქით არის ლუბრიკაცია ანუ ქალის მზაობა სექსისთვის არა და შესაბამისად ყველაფერი აქვს ქალის ორგანიზმს იმისთვის რომ სექსის დროს ასო ადვილად შევიდეს სულ არ არის საჭირო ძლიერი ერექცია ამ დროს საკმაოდ ასე ვთქვათ დარბილებული კი ისე მშვენივრად შედის გადასარევად და მერე მაგრდება სპატაჟორის საშოში ფრიქციების პროცესში და აი ესეთი ასე ვთქვათ კონტექსტში დასმული კითხვა უკვე ეჭვს იწვევს რომ ვაგინიზმია რა და ასოს დარბილება იმდენად არ არის მნიშვნელოვანი თუმცა ვაგინიზმის დროს უნდა ვთქვათ რომ გარდა იმ სპაზმისა რაც ქალს კაცაცა ყოველთვის არა მაგრამ დიდ უმრავლეს შემთხვევაში ერექციის დარღვევა ეს ერთმანეთთან დაკავშირებულია ამიგეთ მაგრამ ამ შემთხვევაში პირველად მაინც ვაგინიზმია ხანდახან სტილი დაცულია მოდუნებულ მდგომარეობაში ქალთან მიახლოებამდე ვათავებ რისი ბრალია მოდუნებულ მდგომარეობაში კი საქმე რაშია იცით ერეგირებულ მდგომარეობაში კარგი ერექციის დროს ეაკულაცია უფრო გვიან ხდება და როდესაც ერექცია დარღვეულია ერექციის დარღვევის დროს და შესაბამისად სიმაგრე როცა ნაკლებია ხასოს არა ასოს რიგიდობა როცა ნაკლებია რა ეაკულაცია ჩქარდება და ასეთ დროს მაგალითად აი ეს მდგომარეობა ეხლა ლათინური არ გიყვარს შენ მაგრამ მე მიყვარს ძალიან ლამაზია რა აი ესეთი ტერმინი როდესაც აი ასოს საშოში შესვლამდე რომ ანთხევს მამაკაცის სპერმას იცით რა ქვია მაგას რაღაცა ლამაზი ქვია ეაკულაციო ანტეპორტას ლათინური არ არის გენიალური ექიმი რო ვარ ახლა ეს კი არ ნიშნავს რომ ენები მარტო მაგითომ არის ახან მე ექიმი ვარ ლათინური ლამაზია არა პლაცოდის ლათინური ისედაც ლამაზია მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ ძვირფასო რადიო მსმენელებო SMS-ის გამოგზავნა თქვენც შეგიძლიათ აი ესე რომ შეთხართ დუნეთ თქვენს რადიო მიმღებებთან აკრიფეთ SMS-ი გამოგზავნეთ ნომერზე 917778 როგორ დავიჯერო ახლა რომ შეკითხვა არ გაქვთ ეს ექიმ სექსოლოგთან შემდეგი შეკითხვა ასე ჟღერს ბატონო ზურაბ ადამიანი რომელიც 4 წელია სახლიდან არ გამოსულა სამეგობრო წრე დაკარგა ამის გამო ადამიანებთან ვერ ურთიერთობს ერიდება ხალხის სიმრავლეს და საერთოდ ცხოვრების ხალისი აქვს დაკარგული
ასეთ ადამიანს ფსიქოლოგი სჭირდება თუ ფსიქიატრი? აი მე რა, ეხლა რა არის მძიმე კითხვა რა. აი მძიმე კითხვა. და აი ეს მძიმე კითხვა, აი მძიმე ვითარებაშია დასმული, როცა მე არ მაქვს საშუალება პაციენტს ვესაუბრო. ხო? არ მაქვს საშუალება დაუშვათ გავერკვე ნიუანსებში და რომლის გარეშე, ასე ვთქვათ, აი სწორი მიმართულების მიცემა რო ურჩივა, ემიდი იმასთან. გაცილებით ადვილია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ ეხლა მე. აი ეს სიმპტომები, რასაც პაციენტი ჩვენ მაპატიეთ, რადიომსმენელი ჩვენ გწერს რა. გვეზიარებს თავის ესე იგი ცხოვრების რაღაც წესის შეცვლა. ესე იგი რაღაცა შეიცვალა რა ადამიანის გარემოსთან დამოკიდებულებაში, ხო? და შეიცვალა მკვეთრად რაღაცა 4 წლის წინ. მანამდე ესე არ იყო. შეიცვალა. რატომ? ხომ საბაბი ქონდა? ხომ არ არის ეს დაკავშირებული აზროვნების დარღვევასთან? რაც ამ შემთხვევაში ყველაზე არასასურველი იქნებოდა, ხო? რაც ფსიქოზური რეგისტრის აშლილობაზე შეიძლება მიუთითებდეს, ხო? ამიტომაც აქ ლაპარაკი ასე ვთქვათ, ამ ალტერნატივაზე ფსიქოლოგი თუ ფსიქიატრი უხერხულია რა უბრალოდ რა. არა მარტო მედიცინაში გათვისწინებული ადამიანისთვის, არამედ საერთოდ ყველა რაღაცნაირად აი მცირეოდენ მაინც ინფორმირებული ადამიანი. რა თქმა უნდა ფსიქიატრი. რა შუაშია ფსიქოლოგი აქ? პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს დაავადება. აი მერე უკვე ფსიქოლოგის დახმარება ძალიან ლოგიკურია. სოციალური პრობლემების ან სოციალური ადაპტაციის საკითხების გასაუმჯობესებლად, თუნდაც კომუნიკაციური კავშირების გასაწყობად, მაგრამ შეიცვალა რაღაცა ადამიანის, ასე ვთქვათ, მე არ მინდა თქვა ფსიქიკაში, ცხოვრებაში რა და ეს არამოტივირებულია, ეს ესე იგი მეგობრები დაკარგა, ესე იგი რაღაცა უცნაურობა ხდება, ხომ არ არის ეს ფსიქოზური რეგისტრი. ხო ამაზე ხო უნდა იფიქროს ყველა ექიმმა, სავალდებულო არ არის ფსიქიატრი იყოს, ხო? ცუდია რომ ექიმთან არ მისულა ჯერ. მაგრამ რომ მივიდეს პირდაპირ ფსიქიატრთან, კარგ ფსიქიატრთან, ეს იქნება ძალიან რაციონალური არჩევა. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელებს უკან გაუკოჭავენ და სადღაც რას ლაპარაკობთ? იმიტომ რომ ძალიან ბევრს ეშინია ბატონო, მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც სიტყვა ფსიქიატრზე აკანკალებს, უბრალოდ წარმოუდგენია საბჭოთა კავშირის დროინდელი კავშირის კოლაფსის, ანუ დაცლის მერე ცნება ესეთი, რასაც აი რუსულად უძახოდნენ, კარგი რუსულად, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ეგ იყო ენა, ხო? კარატილნე ფსიქიატრია, ესე იგი დამსჯელობითი ფსიქიატრია აღარ არის, რა. მთელ სოფლიოში აღარ არის. ჩრდილოეთ კორეაშიც აღარ არის. იქ ფსიქიატრიულში არ კეტავენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, ხრეტენ. უფრო მარტივი გზა აქვს. ხრეტენ, კლავენ. ძმა მოკლა აგერ საკითხი. კიმ ჩონ იონმა. დეგენერატმა. ესეა. ხო, უშუალოდ თავს ჯობია ადამიანი. არავით არის რა, აბსოლუტურად ძალიან ყველაფერი. რაც არ უნდა სერიოზული ფსიქოზური რეგისტრის საშლილობა იყოს, ეფექტურად ხდება მისი მკურნალობა. თანამედროვე ფსიქიატრიას გააჩნია ძალიან სერიოზული. ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, ბერკეტები და საშუალებები, პირველ რიგში მედიკამენტოზური, რა თქმა უნდა, რომ ამ პროცესის ძალიან კარგი და ეფექტური მართვა მოხდეს ადამიანის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესება. ესე იგი გაუარესების გარეშე. მეგობრებსაც შეიძენს, ყველაფერი დაუბრუნდება, ოჯახსაც შექმნის თუ არა აქვს. თუ მეგობრებთან ერთად მეუღლეს დაკარგა, ისიც დაუბრუნდება, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ დაუბრუნდებით 2 წუთში, კვლავაც რეკლამის დრო რადიო მედეს ეთერში. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. არასრული საათის სპონსორია TT-Septi. რადიო იმედზე რეკლამის დროა. კომპანია მითანა, ლიდერი საქართველოს ხორცპროდუქტების ბაზარზე. გთავაზობთ სიახლეს, ნახევარ ფაბრიკატები, ხინკალი ქალაქური და მთიულური, ბლინები ხორცით, ყველით და კარტოფილით, პელმენები, ციმბირული და კლასიკური, აგრეთვე ქათმის ნაგეტსები და მინი ჩებურეკი. ირჩევთ მითანას, ირჩევთ ხარისხს. 233
105.9 რადიო იმედის სარეკლამო სამსახური. სვეტის დროით საქართველოში 23 საათი და 30 წუთია. არასრული საათის სპონსორია TT-Septi. აკრძალული ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. კიდევ შემდეგი შეკითხვა. ასოს თავზე 2-3 ადგილას მაქვს წითელი წერტილი. იცით რა, ხშირია საკმაოდ ესეთი გაღიზიანება ასოს მიდამოს, ასოს თავის მიდამოს, ბალანოპოსტიტი ქვია მაგას. არის უფრო მძიმე მიმდინარეობა, არის მსუბუქი, ხა პატარა სიწითლე და ეს არაფერი არ არის. ბალანოპოსტიტი არის ასოს თავის ანთება, ანუ ასოს თავის კანის ანთება, რეალურად ეს კანის პათოლოგია. თუმცა ასე დროს, ბევრ ფაქტორებს აქვს მნიშვნელობა, შეიძლება იყოს ანთებითი პროცესი, ბანალური, ბაქტერიული, შეიძლება იყოს ალერგიული, შეიძლება იყოს ვირუსული, მაგრამ ხიფათი დიდი მაგაში არ არის. და აი ასეთ დროს თუ ეს შემაწუხებელ ხასიათს ატარებს, არა, პატარა სიწითლე არაფერი არ არის, თუ არის ქავილი, თუ არის რაღაც ტკივილი, თუ არის რაღაც არასასიამოვნო, ასე ვთქვათ, შეგრძნებები, რომელიც ცხოვრების ხარისხს აქვეითებს, არა, მე ურჩევდი ჩვენ რადიო მსმენელს გამოცდილ ექიმ დერმატოლოგთან დერმატოლოგთან. კანის ექიმთან, იმიტომ რომ რატომღაც გონიათ რომ თუ ასოს ეხება, ასოზე კანი არ არის, კანია. ეპითელიუმია რა. ხშირად ხდება სექსის დროს ასო მივარდება, თუმცა სექსის სურვილი ძალიან მაქვს. რატომ ხდება ასე და თუ შეიძლება მკურნალობაო? როგორ არ შეიძლება? მე ვიტყოდი ცოტა კატეგორიულად, ძალიან ცოტა კეთილგანწყობილი კატეგორიულობით აუცილებელია. გამოკვლევა ჯერ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოკვლევის დაწყება და რა თქმა უნდა მკურნალობის დაწყება. დიდად გაჭიანურებას მაინდა-მაინც ცუდი არ არის. მომედრეს კარგი არ არის რა. ეს ტერმინები ჩემთვის უზღოთ უცხოა, თქვენ მიხვდებით ახლა რატომ ეღიმება. ერთი კითხვა მაქვსო, ეაკულაციის გაძნელება შეიძლება ფსიქოგენური იყოსო სექსის დროს? სექსის გარეშე მალე მოაქვსო? რა თქმა უნდა, უფრო ხშირად ეაკულაციის არ ვიცი მალე მოაქვს რა არის, მაგრამ მე ვიცი ეაკულაციის გაძნელება. ესე იგი რა არის, იცით, უფრო ხშირად და უფრო რთული ფორმები ეაკულაციის გაძნელებისა ანიაკულიტურული სინდრომამდეც კი, როცა ვერ ახერხებს საერთოდ ეაკულაციას. მე მყავს ბევრი პაციენტი მყოლი ეგეთი, ეხლაც მკურნალობ. უფრო ხშირად ფსიქოგენური მიზეზებით, თუმცა როგორც ჩვენი გადაცემა, არა მხოლოდ. ვარო 33 წლის და ზოგჯერ ასო მივარდება, რის ბრალია? ერექციის დარღვევის. სამკურნალო ბრძანდებით. სამთვაში ერთხელ ესე ვთქვათ, ყველაფერი კარგად იქნება რა. ხო, მაგრამ იბრძანდით და გაარკვევით. აუცილებლად, აბა როგორ? სამთვაში ერთხელ მაქვს სექსი. ამან შეიძლება ნაადრევი კლიმაქსი გამოიწვიოს 31 წლის ვარო? ეხლა რა არის იცით ეს ნაადრევი კლიმაქსი და რაღაცა 31 წლის ასაკში, ეხლა ცოტა ეს არასერიოზული მგონია მე. აქ ლაპარაკია რა არის, იცით, აქ ლაპარაკია ამ თემაზე შეშენებაზე ჩვენ მქონდა ლაპარაკი სექსუალურ აბსტინენციაზე რა, უფრო. რას ნიშნავს ის, როდესაც ქალს სექსი უნდა და არ აქვს. ან აქვს იშვიათად ძალიან. სამთვეში ერთხელ მაპატიეთ, მაგრამ ცოტა. მე ვიტყოდი უფრო კატეგორიულად, ძალიან ცოტა. საღამოშვიდობის რისი ბრალი შეიძლება იყოს საყვარელ ადამიანზე ფიქრის დროს აგზნებას იწვევდესო და მასთან ყოფნის სურვილი ქონდეს, ახლო ყოფნისას კი არაო. არის თუ არა ეს ვაგინიზმი, მამაკაცის მიახლოების შიშიო? არა, ესე არ არის, ეს არ არის ვაგინიზმი სხვა რაღაცაა, მაგრამ რა არის, იცით, შორიდან გინდა და ახლონ არ გინდა, ესე არ ხდება რა. რა შეასაქმე? გარკვევა უნდა ამას. გარკვევა უნდა. შეიძლება უხალიო 5%-იანი სპერმით დაორსულდესო? თეორიულად კი, პრაქტიკულად ძნელი წარმოსადგენია. მე ვფიქრობ კონცენტრაციაზეა ლაპარაკი.
ეს ახალგაზრდა გვწერს ბატონო ზურაბ გთხოვთ მირჩიოთ რამე შეყვარებულს რომ ხვდები ასო მიმაგრდება და უხერხულობას მიქმნის და როგორ მოვიქცე შემოგელოს ჩემთან მაგას რა ჯობია ცუდია როდესაც არ მაგდება თუ მაგდება რაც მეტი უგეთეს მარცხენა სათესლე ჯირკველი არისო ზემოთ აწეული და რის გამო აწეული არა უშავს დაწეული არ უნდა იყოს? არა, ნუ ეხლა რა არის იცით რატო ვიძახი არა უშავს. ძნელი გასარკვევია სანამ არ გაისინჯება რა. თვალითაც უნდა ნახოს ექიმმა და ხელითაც. საზარდულის არხებიც უნდა გასინჯოს. ეხლა რა არის იცით აქ ცოტა უნდა სიფრთხილე მაშინ, როდესაც მუცლის ღრუში ადის სათესლე ჯირკვალი. ცოტა ზევით იწევა, ცოტა ქვევით ბევრი არაფერი. ზომაში ერთნაირია, აი ამასაც აქვს მნიშვნელობა. მე თვითონ ზომა როგორია, პატარა ხო არის, ჰიპოპლაზიური ხო არ არის, ხო? ანუ ხო არ არის იქ ვარიკოცელი, ხო, ვარიკოზული გაგანიარება. ბატონ ზურაბ, ჩვენ Facebook-ითაც გვეგზავნიან წერილებს და უნდა წავიკითხო ერთ-ერთი მათგანი. რაღაცეებითო ვცდილობ სექსის სურვილის დაკმაყოფილებას. მე შენია არ დავიზიანო რამე. იქნებ დამხმაროთ არ მასტურბაცია. რა ვიცი, რა ქვია იმას და სად იყიდება, იქნებ დამხმაროთ შეძენაშიო. ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. არავინ არ მყავს და არც მინდა ვინმეს გავაგებინო ეს ამბავიო. მართალია ეკონომიურად ძალიან მიჭირს, მაგრამ ყველაფერს მოვიკლებ აი იმის შესაძენად. სექსი კარგად მოქმედებს ჩემზე. ძლიერი თავის ტკივილები და უძილობა მაძუხებს. მძიმე კითხვა, ძალიან მძიმე კითხვა. სხვათა შორის ჩვენ ერთხელ გქონდა მაგაზე საუბარი და არა ერთხელ ბატონო ერთხელ, მაგრამ ერთხელ სერიოზული და აი ამ გადმოსახედიდან თუნდაც როდესაც აი ამ წუთას მე ვკითხულობ ამ SMS პირდაპირ ეთერში. აი კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იმ შემთხვევაში თუ სექს შოპი გაიხსნება საქართველოში კიდე მივლენ და კიდე ესურიან საღებავებს პარკებს. სამწუხაროდ არის ესეთი გარემო არატოლერანტული ჩვენ ქვეყანაში და აი არავინ ფიქრობს ასეთ ადამიანზე, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანზე, რომელსაც არანაირი შანსი შეიძლება. მე არ ვიძახი, მაგრამ ამ შემთხვევაში, მაგრამ შეიძლება არანაირი შანსი არ გქონდეს რაღაცა პარტნიორის პოვნისა, შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, ხო? ამ ადამიანზე ფიქრი ხო საჭიროა და ასეთ დროს ესეთი ასე ვთქვათ, ინსტრუმენტები, რაც მხოლოდ პიპშოპებში შეიძლება იყოს შეძენილი, სხვაგან არა, აპტეკში ვერ იქნება. ინტერნეტში. ან ინტერნეტში, ან პიპშოპში, ხო? პიპშოპი სექსშოპია იგივე. ამაზე ფიქრია საჭირო რა. რომ რაღაცნაირად აი ცოტა მეტი ტოლერანტულები ვიყოთ რა. სხვისი გაჭირვების მიმართ. 3 წლის ბავშვს თითქმის ყოველდღიურად სასქესო ორგანოქს შესამჩნევა დიდი ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. რამდენად ნორმალურია? ერეგირებულია კი. რა არის იცით ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. შესაძლებელია ეს ბევრ ფაქტორთან იყოს დაკავშირებული. პირველ რიგში ხო ასეთ დროს უნდა ორგანიკა იყოს გამორიცხული, ორგანული ფაქტორები ხო. ეს შეიძლება იყოს ფიმოზი. იმიტომ რომ ფიმოზის დროს, როდესაც ჩუჩა არ გადადის, გროვდება იქ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, აგენტები, რომლებიც იწვევენ სასქესო ორგანოს გაღიზიანებას და ეს გაღიზიანება შეიძლება იყოს ერექციის მიზეზი. სხვა ფაქტორები, არის ახლა მცირე ტლოვან ასაკში არის მასტურბაცია ბავშვის. 3 წლის ბავშვი. კი, ხშირია სხვათა შორის და შესაბამისად, ამას თავისი მიზეზები აქვს, უფრო ხშირად ფსიქოლოგიური და ეს არის მშობლების ნაკლები ყურადღების დეფიციტი. არ მოსწონთ ეს, როცა ეუბნება ექიმი ამას მშობელს, მაგრამ მეტი ყურადღება მიექცეთ ბავშვს. და ბოლო შეკითხვა ჩვენი Facebook მეგობრის სათესლე ჯირკვლების სხვადასხვა ზონაურ ამდენად საშიში არისო? ამას გვეკითხება და ვარ მეხუთე თაობა, რაც გენეტიკურად გადმოვიდა მხედველობის პრობლემა, მაგრამ უსინათლო არ ვარ აკონკრეტებს. მაინტერესებს გადავა თუ არა ჩემშვილებს, ვარ 27 წლის მამაკაცი და ცოლის მოყვანას ვაპირებ. რა არის იცით ამ დროს გენეტიკური კონსულტაცია არის აუცილებელი ესე დროს თუ გადავა და არ გადავა ხო ეს ყველაფერი რა კონკრეტული დიაგნოზის დასმა საჭირო და რაც შეეხება სათესლე ჯირკვლებს სხვადასხვა ზომის არ უნდა იყოს ეხლა თუ არის მცირე ზომის ეს მიუთითებს იმაზე რომ აქ რაღაცა ჰიპოპლაზია შეიძლება ჰიპოგონადიზმი იყოს რა მე ურჩევ მიმართოს ექიმს აი ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ სამშაბათს. კარგად ბრძანდებოდეთ ძვირფასურად იმსმენელებო.
უნივერსალური ხილი დაფნასთან და ზურაბ მარშანიესთან ერთად.